გამარჯობა. ოკეი, აქ ვარმე. ნენელად შეგვიძლია დავიწყოთ. იდეაში სახში თუ დავაყენეთ ყველა მანგულარი. მე ვერ მოვიცალი მოსაყენებლად. მეც ახლა უნდა დავაყენებინა და გამაწყდა რომ პროსტად დღეს რო ვიწყებდით ბოლომდე ამზადებს არ მოგონდა და მეც ახლა ვწვალობ. აი, მოდი ერთად გავაკეთოთ მაშინ. იდეაში ინსტრუქციას მივყვეთ. და გავაზიარებ ეკრანს. ოკეი. დოკში და ინსტალეიშენში ხო როგორც
ჯერ node-იც უნდა დავაყენოთ, ხო? Angular-მდე. Node დავაყენოთ, ნუ იდეაში მაშინ ვით დააყენეთ, შეგიძლიათ უბრალოდ განა? ნუ იდეაში. ისა გადმოწერე მაინც რა იცი რა ხდება, იმიტომ რომ node თუ არ განახს და მაშინ შეიძლება ის არ გაეშვას ახალი Angular-ი და ზედ გადაეწერება, ხო ალბათ ახლა რომ დავაყენოთ. ბატონო. და update-ების ვარიანტი რა. კი ბატონო. ანუ ეს ჩამოვწერო? Node.js-ზე კი გადმოვიდეთ. აი ამ საიტზე node.js.org და შემდეგ Angular-ის გვერდზე, ნუ როდესაც ამას დავაინსტალირებთ, მოდი იდეაში შევაგდებ მე. ეს Node-ის და ეს Angular. Angular-ში, როდესაც Angular საიტზე როდესაც გადმოვთ, უნდა ავირჩიოთ docs-ი და აი აქ მარჯვნიდან introduction-ში installation-ს ავირჩიოთ. და ცოტა ქვემოთ ჩამოვსკროლოთ და აი npm install -g ძაღლუკა Angular CLI. ამის შემდეგ უკვე ჩვეულებრივად დაგიყენდებათ Angular. Installation-ში რას უნდა დავაჭრო მე ვეღარ დავინახე. აი ცოტა ქვემოთ ჩამოსკროლავ installation-ში რო გადმოხვალ. და აი ეს უნდა დააკოპიო. ანუ ზოგადად როდესაც ჩვენ Node.js ვიწერთ, Node.js მოყვება ესეთი სპეციალური npm პაკეტი. რომლის საშუალებითაც შეგვიძლია სხვადასხვა კომანდები გავუშვოთ, სხვადასხვა ბრძანებები. მაგალითად, ეს არის Angular-ის ფაილის შექმნა, Angular-ში კიდევ live server-ის გაშვება, კომპონენტის შექმნა და მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა გვექნება npm-ის საშუალებით. არა მარტო Angular-თან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სხვა თემასთან. საერთოდ დროთა განმავლობაში შევხვდებით. მაგალითად Git-ის დაინსტალირება ჩვენს იმაზე კომპიუტერში ხდება npm-ის საშუალებით. ასე შემდეგ, ნუ ბევრი სხვადასხვა რაღაც შეუძლია დავაინსტალიროთ. ეს npm install g უნდა პირდაპირ ტერმინალში ჩავწერო ის ხო? კი. ანუ ეს საერთოდ კი, იმიტომ რომ -g ისე ასნიშნავს, რომ ვაყენებთ ამას გლობალურად. კი. ეგ Linux-იდან ვიცი. ენი ორწამს ამ დააყენებთ წასმულთან. ხო. ოკეი, დაკოპირების მერე enter-ს ვაძლევთ, ხო? ტერმინალში. კი, ანუ არა, enter-ით არა, control-v-ის საშუალებით ჩააკოპირე. დავაკოპირებ სადმე გვაქვს? ჩაკოპირებით კი ჩავაკოპირე, მაგრამ მაგის მერე ანუ არ გამიკეთა. ტერმინალს გავხსნი ახლა მე. VS Code-ი საერთოდ გამითიშა, ალბათ ერორია, ხო? მე მქონდა. არ ვიცი, მოიცადე. აი ახლა განახსნეს დიაში. დიაში აი Windows PowerShell-დანაც შეგიძლიათ, აი
npm install CLI enter-ი და უნდა გაეშვას თუ Node.js-ი დაინსტალირეთ. და თუ არ გაეშვა, მოდი ეკრანი გააზიარეთ და ვნახავ. Okay. შორო PowerShell-ში გავუშვი. Audio კოდში საიდან ერთობა ტერმინალი? მაიდიაში, Visual Studio კოდში ზემოთ იქნება 3 წერტილი. ან ტერმინალზე წერება, ან Control Shift და ლიტერალი. ანუ ეს კი ქვემოთ რო დილაკია მაგას უნდა დააჭრა. საგავს. Studio Codes და იდეაში აი აქ 3 წერტილი, ტერმინალი და new ტერმინალი. ჩვენთან არ აქვს სამწერტილი. მაშინ პირდაპირ ტერმინალი ეწერება, მე მიახლოებული რომ აქ და სხვა ისინი რო ეტევა, მაგიტოა 3 წერტილი თორე. ისე პირდაპირ ეწერება ტერმინალი. აი დამიწერა რომ 256 package დაემატაო და მგონი დააყენა. მაშინ იცი რა ქენი ახლა? იო, აი მოიცა. მეც ეგრე დამიწერა. ხო, მაშინ ცადეთ უკვე მის გაშვება, კოდის გაშვება. აი მაგალითად CD desktop-ზე გადმოვარ, ხომ CD desktop-ს დავწერ რომ ეკრანზე დაუბრუნდე. ერა და desktop-ზე რომ გადმოვიდე და შემდეგ უკვე ng new ანუ Angular-ის ახალი ფაილი შექმნა და ng new და მაგალითად test knowledge სახელი Angular-ის ფაილის. აი ეგ რო არ დავწეროთ. ნებისმიერი რამე. აი როგორც იქ გვიგდებდა errors, იგივე errors მიგდებს ზუსტად, აი ზუსტად რა უნდა ვერ გავა. როგორც აუდიტორი. გაზიარა ეკრანი და აუდი ახლა დააყენა უკვე. როგორ? Node კი. კი. Node ირევე იყო, ხო მე მგონი ვერსიის. კი, 28 აი ბოლო ისი. მოდი აბა Visual Studio კოდი გათიშე და ახლა ჩართე. Node-ის დაყენების შემდეგ Visual Studio კოდს გადატვირთვა ჭირდება, რომ ტერმინალში ახალი update-ით გაიხსნეს. აი Node-ით გაიხსნეს და აბსოლუტურად. არა მაინც. არა ხო ერთი მაშინ აი მაგ ეგრე გააჩერე ეკრანი ერთ წამზე. რაღაცა ჩემთან ხო არ არის აი მის გამო, მაგრამ უბრალოდ იგივე რო იყო იქაც რა ქვია აუდიტორიაში მეთქი რაღაცა. ანუ ის არის რა ქვია დაბლოკილი არის სკრიპტების გაშვება შენთან. მოიცადე ახლა ვაი. ნახავ ის ბრალი შეიძლება იყოს. ეს როგორ დამავიწყდა? რა. ერთი წამით ეს ლავე მოგცემთ ერთ კოდს და მაგის მერე დაგვეშვება რაღაც გვიბლოკავს სპეციალური ის არა რომ რაღაც სკრიპტი არ გაუშვათ კომპიუტერზე და სპეციალური ის არის რომ მოხსნათ რა ეგ დაბლოკა. ეს აქვე უნდა ყოფილიყო ინსტალეიშენში, მაგრამ აქ არ არის, ნახავ.
ანუ execution policy არის გაყენებული რა და აი მაგის მოსახსნელად ეხლა და ტერმინალში ის უნდა ჩავწეროთ ის რაც დავაკოპირეთ იმ საიტზე. ხო ის Angular CLI-ის ინსტალაცია. აი ეხლა ჩაგიგდებთ იმაში Visual Studio Code-ში. აი ჯერ ეს ჩაწერეთ და მერე გავუშვით უკვე Angular-ის კოდი. ეს ჯერადაც უნდა თუ გახსოვს თუ კი. ანუ კომპიუტერს აძლევ დაშვებას რა, რომ გაეშვა სკრიპტები. აი, წავიდა მგონი. და ES გვინდა ეხლა რა თქმა უნდა. ოკეი. ნუ Google-ს გეკითხება რა Google-ს თუ გინდა გაუგზავნოთ თუ რამე რეპორტი ექნება თუ ან რამეო, შეცდომა ანალიზისთვის რა თქვენი კოდზე რო კონდეს, თუმცა თუ არაო რა მაგას გეკითხება, ჩვენზე დამოკიდებული. აქვე შეგიძლია არჩიო რომელი გინდა CSS თუ მაგას CSS, ნუ CSS. მან server side rendering არა გაგიგდა ნუ ვერჩი. მაგას მე რეაგიხსნით. ანუ შენ რეალურად შენ კომპიუტერში ნახავ რაღაც მეხსიერებას მაგ server side rendering-ით. რაც სპეციალური cloud-ის ვარიანტია, სადაც ინახება ეგ. I got to show. ნინო შენთან ეხლა ვცდილობ ასე კი რომ ეს დავაკოპირო ჯერ ხო თქვენაც ჩამიგდეთ კი ბატონო. ეს რაც ჩააგდეთ, ანუ ჯერ ეს ჩავწერო და მე ის რაც საიტზე იყო თუ საჩავწერო. არა, ჯერ მე რაც ჩავარდა ეგ ჩაწერეთ. ეგ აუცილებლად შესაძლებელია, მაგის გარეშე არ გაეშვება. და მე Angular-დან საიტიდან დავაკოპირე. ერთი წუთი ახლა. აუ წითელი დამიწერა ისე. ეს execution policy ჩაწერე? ბატონო? execution policy ჩაწერე? კი. და გაგიჩვენა? კი. მაგ execution. აბა გააზიარა ეკრანი. ლავე. გამოჩნდა? კი. ნუ აბა node minus ვე ჩაწერე შენ. აქ ბოლოში? ხო, აი მან დაწერე, აი ეგ ახალი ის კოდის გასაშვები ის გაიხსნა. გამოტოვება და minus ვე. და მე რა ვერ გავიგე რა. მინუსი და ვანტირე და ხო, ანთე. არა ერთად. ერთი? არა, უყურე ტირე და ვ ერთად დაწერე. ოკეი. ენტერი. შენ node დააყენე ახლა, ახალი დაყენებული გაქვს? თუ არ დაგიყენები? ეგეც ვერ დავაყენე, არ ვიცი რა ჭერს. გადმოვწერე, მაგრამ რაღაცა ცუდად იწერება, ვერ გავიგე რა ჭერს. არა, ეგრე არ უნდა იწერებოდეს. გამარჯობა ბოდიში დაგვიანებისთვის. გამარჯობა. აი სამოგნიშნავ ეხლავე. გამარჯობა ლანაც. შემოვიდა. ხო, იდეაში ეხლა ვაყენებთ Angular-ს ჩვენ. ნუ თქვენც გეტყვით ინსტრუქციას რა უნდა ქნათ. გავხსენი, მაგრამ რა ვიცი, ამასაც დავაჭირე, მაგრამ აი ესეთი ფორმით გადმოიწერა, აი ესეთი ფორმით. დამით. დაინსტალაციოს ეხლა მე. მოდი, აბა გახსენი ეგ არქივი ერთ წამი. ეკრანზე გადმოვაგდე ეგ არქივი მერე მანდ რომ არაფერი იქნა. რაღაცა პროგრამული ფაილებია ჩაყრილი აი ესეც და გადმოვაგდე მერე.
გახსენი ჯერ აბა. მოიცა, კაი, მე ჩავაგდებ ხა საინსტალაციო სიმაზე. Teams-ში და ვერ ვაგდებ საინსტალაციოს. კაი, მოიცა, ახლა გეტყვი საიდან გადმოწერო სხვა საიტი. აქ ვერსიების შეცვლა ხომ არ შემიძლია, აი აქ რო არის, თუ არა აქვს მნიშვნელობა. იდეაში შეგიძლია, მაგრამ მაინც არ გინდა ეხლა. ოკეი. 22-იც არის გამოსული თუ? იდეაში ხო, ანუ შეიძლება ახალი ვერსიაც იყოს, მაგრამ მაინც რეკომენდირებულს ვიწერთ ჩვენ. ანუ ის ახალი ვერსიები არ არის დატესტილი. ან დაიტესტება ხა. ხო რა, ანუ მაინც შეიძლება რაღაც ბაგები იყოს და სანამ ეგ ბოლომდე არ შემოწმდება, აი მაგალითად ხმარებაში დიდი ხანი უნდა იყოს, რაღაც ბაგები უნდა მოჩნდეს და მე ეგ ხდება უკვე რეკომენდირებული ვერსია. მე ახალი რო გამოიგეთ უკვე ტესტებში ასულდა, მე უკვე კიდევ ერთხელ ხდება ის რეკომენდირებული და ეგრე ნელ-ნელა მიდის. ნინო, შენ ჩემი ლინკით გადახვედი თუ შენ დაგუგლე? არა, ჩემით გადავედი. ხო, იმიდან ჩემი ლინკიდან გადადი, აბა. ახლავე. ისე მე ყველაფერი გამიწითლა იმ ნოუდის გადმოწერისას? არა, აი ტერმინალს რო ჩავწერე ისინი. აი ეს შეიძლება აქედან გადმოწერო ახლა? კი, დააჭირე. პირველი რაც გამომიჩინა, აი ეხლა სხვანაირად გადმოიწერა. საინსტალაციო დააყენე და დაყენების შემდეგ უკვე გაუშვი ის ორი კოდი, რაც ოკეი, მადლობა. ლინკ აბა გააზიარე მანამდე შენ. რა ერორს გიწერს? ეს გაუზიარებ ხა. აი შევწერე npm install და აი ერორები დამიწერა. მე მივაწერე ეს რაც მოიწერე და კიდე ერორები დამიწერა, მე თავიანთი შევწერე. აბა node ტირევე ჩაწერე, შენც ნახოთ პირველი ვერსია. გამოტოვეთ. node გამოტოვება და ტირევე. node-სა და ტირევეს შორის გამოტოვება კარგი. მე ტირევე. ხო, 28, ესე იგი ეს დაყენებული. Execution policy გავუშვი? რა გავუშვი? აი ჩატში რო ჩავა. ხო. ხო. და მაგაზე რა დაგიწერა? გავუშვი. აქ გავუშვი და ეს გააწითლა. წითელი ეს დაწერა. მოდი აბა Visual Studio კოდი დახურე და ახლა გახსენე. ხო, და ახლა გავხსნა, მოიცერ წუთი. აქ ჩავწერე ხა თავიდან მაშინ. Execution policy გავუშვი ახლა. ხო, ჯერ ის Set pattern. გოგოვილე. აი მიცა ბაშინზეც ნახე.
არა, ისევ ერორები დამიწერა. როგორ? ისევ იცი რა ერორები ქენი? დამიწერა თქო იმას. ეხლა მან იცი რა დაწერე ტერმინალში ng-v. არა, ტირე ng მერე რა? ტირე v. გამოტოვებთ. ng გამოტოვება და ხო, ng-საც ვერ ყოფს, ანუ ანგულარი ვერ დააყენა. აბა ეხლა მე შენ ჩაგიგდე for script-ს და აი ესენი გავუშვი. პირველი გავუშვი. ეს და მერე ესენი მივაწერო აქ. ხო. ჯერ brew update და ერთად თუ ესე. არა brew ვერ მოიძებნაო. მან მაგზე როგორ არის? არა მოიცა. აუ, მაგზე წინაზეც მოსწავლეებთან სულ პრობლემა არის მაგის დაყენების. მან ნოუთი არ ყენდება ნორმალურად რა და მაგითო. აუ ნიკა მოდი იცი როგორ ვქნათ? ეხლა არ ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ მე მაგთან კავშირი რო არა მაქვს და არ ვიცი რა და ვიცი ვინც იცის მის დამეხმარება მაგაზე რა ხო და კი ბატონო. მე რა დღე არის შაბათია შაბათს ვერა და აი კვირას თუ გეცლება ძალიან აი ნახევარი საათ რომ მოიცალო რა მოვიცლი ხო? ხო დაგირეკავ და იმას ვქნათ დაგაყენებინებ ანგულარს კარგი მადლობა. კარგი. შექმნა როგორ გავუშვო კარგი. კარგი. სხვებთან ხომ არ გვაქვს რა პრობლემა? აუ მე მაინც ვერ გადმოვწერე დღეს არ ვიცი რა ჭირს ჩემ კომპიუტერს. რატო? არ დაინსტალდა? არა, რაღაც სამფანჯარას მიხსნის და ანუ ბოლომდე ვერ მიგდება რაღაც მომენტში მომთხოვა პაროლი და ვერ გავიგე ჩემ კომპიუტერში რა პაროლს მithობს. პაროლი? რა პაროლი უნდა ვერ გავიგე. აი ესეთ რაღაცას მიწერს ეკრანზე და მე ვეღარ მივდივარ. აყენია და მაგიტო. უკვე აყენია და მაგიტო. ამერია? რეფერს დააჭირე. მაგას დავაჭირე, ეგეც სიმჯე უკვე. რეფერ და რას გეუბნები?
მერე იწყებს მიდის, მაგრამ მერე კიდე რაღაცას მეუბნება. მგონი ისევ გასაღებს მთხოვს პაროლს. Finish. ფინიშ და cancel. დავაჭირე და ისევ უკან ახლა ვსო დამოვუყო. გადი. Cancel. ხო, ვსო დაყენდა. დაყენდა? აჰა. არა, ხო, ნუ cancel. yes. მიდი მეც. ხო, finish დააჭირე. და ეხლა შევამოწმოთ თაბა node მიტირები. ოღონდ Visual Studio Code გათიშე და ახლა ჩა. და ეხლა შევამოწმე node მიტირები. ტერმინალი გახსნები. Node არა node მიტირები. Node. Node გიწერი. ახლა როგორ წავშალო? არ გინდა წაშლა, ანუ ახალი ხაზი გაგეხსნა და იქ უნდა ჩაწერო. ოკეი. რაც კაპემან node დატირები. Node გამოტოვთ ხო? ხო, დაკენდა. ეხლა execution policy ჩააკოპირე მან. მე რა ჩავაგდე ჩატში. გიორგი და ლანა, თქვენ დაყენებული გაქვთ node და Angular-ი? მოიცა ჯერ არ გათიშო? მე ტელეფონი და კომპიუტერი არ მაქვს დომა და უყურებ თავიდან და დავაყენე. ახლა უბრალოდ კომპიუტერი არ მაქვს თან რა სხვაგანა ვარ სახში არა. არა, ნინო ეგ არა. ეგ არა? ჩატში გადადი. ჩატი გახსენე ჩვენი. ახლა ცოტა კომუჩემო სკროლე. ეს ხო? აი ეს კი. plan დააკოპირე და ჩასვი. enter ხო, და enter. ოკეი. და ეხლა დაწერე ng new და გამოტოვება და folder-ის სახელი რა უნდა იყოს folder-ის დაწერე. enter-ი? კი, enter-ს დააჭირე. всё, გაიშვა, მან დააჭირე yes ან no ნებისმიერი, ან გინდა თუ არა რომ ან yes საერთია ხოლმე ეს. y დაწერე. ნახე y-ით ნიშნავს დათანხმებას, n უარყოფას, y დაწერე და enter. ოკეი. მე კიდე enter-ი აქვს, CSS-ი აირჩიე, ანუ CSS-ი მონიშნულია უკვე, ხო? ხო, კი, enter-ს დააჭირე. და enter. ჩალიჩნდა. ერთად ახლა მოგიწევს გამოჩნდება. ოკეი. ხო, on option desktop-ზე არ გადმოხვედი, ხო? არა. ასკროლე ზემოთ ცოტა. ეს ავწიო? ზემოთ, არა, ტერმინალის. ახლა.
აი ტერმინალს ხო ის აქვს, ტერმინალზე მიიტანე მაუსი და აი ეგას ხონი. შენ ფოლდერი სადაც გაქვს JS 20 სექტემბერი, მათ შეგექმნება ეგ ფოლდერი, რომელსაც ახლა აგენერირებ. ოკეი. კი ბატონო. აი, ყველასთან დაყენდა? ვინმე ხო არ დარჩა ის? არგით, მაშინ შეგვიძლია გავხსნათ Visual Studio Code-ი, მეც დავაგენერირებ ახლა ფოლდერს, გავაზიარებ ჩემს მოდელს. და enter-ი, no. და ჩემთან შეიქმნება ეს Angular-ის ფოლდერი. extension-იც რო დავაყენოთ რა ერქვა ხო ან რაღაც Angular language service. language. ანუ ახლა ამ new ტერმინალს რო შევქმნით, ის დარჩება, ხო, რა თქმა უნდა, არაფერი არ წაიშლება. როგორ? ჩვენ პროგრამაში რო შევალთ. დიახ. არა, ეგ всё გლობალურად დაყენდა და всё შენ შემდეგზე უბრალოდ ახალი ფოლდერი რო დაგჭირდება Angular-ის, უბრალოდ დაწერ ng-new და ფოლდერის სახე და ჩვეულებრივად შექმნი ახალ ფოლდერს. მაგის გაკეთება აღარ მოგიწევს. ოკეი, მადლობა. აი ჩემთან დაყენდა ახლა Angular-ი, Angular-ის ფოლდერი შექმნა, სხვათა შორის. ახლა მე მაგალითად იცით რა შეგანახოთ, აი მაგალითად codes თუ დავწერთ და ფოლდერის სახელს. ამათ სწორ მისამართზე უნდა ვიყოთ, ახლა მე დესკტოპზე ვარ გადასული და დესკტოპზე ვეუბნები, რომ გამიხსენი code-ის საშუალებით, ანუ Visual Studio Code-ში გამიხსენი test01. Enter-ს რო დავაჭერ მიხსენს იმ ფოლდერს. ახალ Visual Studio Code-ს, რომელშიც უკვე მაქვს. პირდაპირ ეს ფოლდერი. აი, იდეაში ჩვენ ახლა გვჭირდება SRC. ეგრე უნდა გავხსნათ ხოლმე თუ ეს ერთ-ერთი უბრალოდ ის არის რა თქვია, shortcut-ი ასე თუ ეგრე. ხო, shortcut-ის ვარიანტია რა. აი ზოგადად ახლა ძირითადად ახლა Visual Studio Code-დან არ ვქნით ხოლმე. ტერმინალიდან ვხსნი, ტერმინალს ვხსნი, მე ვაგენერირებ Angular-ის ფოლდერს და მე ახლა იმის მაგივრად რომ მაგალითად ეს Angular-ის ფაილი მაგალითად სადმე დესკტოპზე აშევქნა და რომელიმე ფოლდერი მქონდეს, სადაც Angular-ის ფაილები მაქვს, ახლა ის რო არ ვეძებოდა Visual Studio Code-ში ჩაგდებაზე რომ აღარ ვიარო, უბრალოდ შემიძლია ჩავწერო codes და ფოლდერის სახელი. და იმ ფოლდერს გაგვიხსნის პირდაპირ Visual Studio Code-ში. ნუ იდეაში არა მარტო Angular-ზეა, ნებისმიერზე HTML-ზე, CSS-ზე და ნებისმიერ ფოლდერს გახსნის Visual Studio Code-ში. ხო. იდეაში ეს ჯერჯერობით შეგვიძლია წავშალოთ. მოდით წინა ლექციაზე რაც განვიხილეთ, იმ თემას მივუბრუნდეთ. ანუ binding-ები მინდა რომ გავიაროთ დღეს და გავიგოთ ზოგადად რა არის ეს binding-ები ნენელა და ჩამოყალიბებულად. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ორი ტიპის binding-ი. One-way binding-ი და two-way binding-ი. One-way binding-ი დავიწყოთ, მოდით. არა, იდეაში მოდით ცოტა ფოლდერები განვიხილოთ. აი აქ რა ფოლდერები არის, რა შვება, ესეც უცბად გადავირბინოთ.
გვაქვს app component CSS-ი, app component HTML და გვაქვს app component TypeScript. ეს TypeScript-ი არის წარმოიდგინეთ როგორც იგივე JavaScript. ოღონდ TypeScript-ი არის როგორც წინაზე ვთქვი, კაცრად ტიპიზირებადი ენა, ანუ ჩვენ ვერ დავუშვებთ შეცდომას ტიპებზე. ანუ როდესაც ჩვენ შევქმნით ცვლადს, ამ ცვლადს უნდა მივანიჭოთ ტიპი. მაგალითად ეხლა როგორც ხედავთ, ჩემი ეს title ავტომატურად გვექმნება ცვლადი, რომლის მნიშვნელობაც არის რაღაც ფოლდერის სახელი, რომელიც არის string-ი. ამ ცვლადს კარგი იქნება თუ მივანიჭებთ მაგალითად ტიპს. მაგალითად ნუ ეხლა ამ ცვლადებზე არ არის სავალდებულო, მაგრამ გვექნება ჩვენ მომენტები, რომელზეც Angular-ი კაცრად მოგთხოვს, ნუ TypeScript იდეაში კაცრად მოგთხოვს, რომ მივანიჭოთ ტიპი. რადგან უნდა იცოდეს Angular-მა რა ფაილთან ან ფოლდერთან ექნება საქმე. რასთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს, ან რა ინფორმაცია უნდა მიიღოს, რა ინფორმაცია უნდა გააგზავნოს, რა ინფორმაცია უნდა დაამუშაოს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს ტიპის მინიჭება სავალდებულოდ. ეხლა იდეაში ცვლადებს შეგვიძლია მაგალითად ტიპი მივანიჭოთ, იმიტომ რომ მაგალითად რამე ტიპებზე დამოკიდებული შეცდომა არ დავუშვათ. Okay, შევქმნით ცვლადი title, შევქმნი რა მაქვს და აი მაგალითად ტიპი რომ მივანიჭო, ამისთვის ცვლადის სახელის შემდეგ, აი სანამ უდრის დავწერ, უნდა დავწერო 2 წერტილი და მივთითო ტიპი. თუ რა ტიპის არის ეს ცვლადი? მაგალითად ეხლა ეს ჩვენ შემთხვევაში არის string-ი, ხო? ამიტომაც დავწერ ჩვეულებრივად strings. მაგალითად თუ იქნება number-ი, ამისთვის საჭიროა რომ დავუწეროთ number-ი. მაგრამ ნახეთ როგორ გვეჩხუბება ეხლა ცვლადზე გვეუბნება რომ ეს ცვლადი არ არის number-ის ტიპი, ამიტომაც ვიღებთ შეცდომას. რა თქმა უნდა, ეხლა აქ რომ რამე რიცხვი შემოვიტანოთ ცვლადის სახით, მაგალითად 10, მაშინ შეცდომა გაქრება და რა თქმა უნდა, ცვლადის ტიპი გახდება number. მაგალითად ბულიანი და ამისთვის ან true ან false უნდა ჩავწეროთ მაშინ. შესაბამისად როგორც JavaScript-ში ხო შეგვიძლია რომ ჯერ არ ავხწეროთ და უბრალოდ title boolean და შემდეგში გამოვიყენოთ ეს title. კი, აქაც ანალოგიურად შეგვიძლია. ხო, კი. ოღონდ აქ ნახე, ეხლა შეცდომას ამოგვიგდებს. ნახე, გვეუბნება რომ გაქვთ შექმნილი ცვლადი, მაგრამ არ გაქვთ მინიჭებული რამე მნიშვნელობა. იდეაში ძალიან ხშირად გვხდება ესეთი სიტუაცია ჩვენ, რომ იდეაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ცვლადის ინიციალიზაცია, ანუ ცვლადი შევქმნათ, მაგრამ პირდაპირ უნდა ქონდეს ამ ცვლადის მნიშვნელობა და მომავალში უნდა მიიღოს აი ამ ცვლადმა რაღაც კონკრეტული მნიშვნელობა. ამიტომაც ესეთ შემთხვევაში, აი აქ ნახეთ 2 წერტილამდე ჩვენ შეგვიძლია დავუწეროთ სახელის ნიშანი. ეს სახელის ნიშანი აფრთხილებს Angular-ს, რომ ვიცი რომ მაქვს შექმნილი ცვლადი. უბრალოდ ჯერ არ მივანიჭე მნიშვნელობა, მაგას ვეუბნები, ამიტომაც სახელის ნიშნის დაწერის შემდეგ ერორი მოგშორდება და ნუ შეგვეძლება მე შემდეგ უკვე მივანიჭოთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა. აი. ხო, როგორც იდეაში ამჩნევთ ეხლა, ყველაფერის ჩაწერა ხდება კლასებში. ანუ ჩვენ გვაქვს ერთი კლასი, რომელსაც ქვია სახელი app component. რომელშიც უნდა ვიმუშაოთ. ზოგადად, Angular-ის საშუალებით უпростоრად ჩვენ უნდა დავწეროთ ყველაფერი ობიექტებში. იდეაში კლასები ჩვენ განვიხილეთ და გითხარით რომ კლასი არის იგივე ობიექტი. მოდ ობიექტის პროტოტიპი. ამასთან დაკავშირებით ცოტა მერე აი როდესაც უფრო კომპონენტებთან კომპონენტებში კარგად გავერკვევით, მერე უფრო მერე ავხსნი უფრო დეტალურად და უფრო გაერკვევით, ახლა ჯერჯერობით აზრი არ აქვს ამაზე საუბარს. ჯერ რამე უნდა ცოტა სიღრმეში შევიდეთ Angular-ის და მერე უკვე კარგად ჩამოვიყალიბებთ შეხედულებას. ხო, ჩვენ ყველაფერს
ვაკეთებთ კლასში, ანუ მაგალითად სხვადის შექმნა ხდება კლასში, ფუნქციის დაწერა ხდება კლასში. ყველა ლოგიკა რაც უნდა დავწეროთ ჩვენ, ყველა ლოგიკა დაიწერება კლასში. აქ ახლა მაგალითად ჩვენ გვაქვს სხვადი title, ხო? ანუ როგორ ხდება იდეაში კლასში სხვადი შექმნა. იდეაში const.let არ გვჭირდება ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ ესეთი კოდური სიტყვა კი არა. უბრალოდ სხვადის სახელი დავწეროთ. აი მაგალითად name უდრის და ბრჭყალებში უკვე შემიძლია მაგალითად რამე სახელი ჩავწერო. ანუ პირდაპირ ვახდენთ სხვადის ინიციალიზებას. let და const არ დამჭირდება. ნუ მომავალში რა, როდესაც ფუნქციას შევქმნი მე რამეს, აი მაგალითად get და გამარჯობა დიანა. ეხლა განვიხილავთ ზუსტად Angular-ს ჩვენ. შენ დააყენე კომპიუტერზე Angular-ი? არ დამიყენებია, დავაყენებ დღეს ახლა. აი დღეს აი chat-ში ნახე გადახედერეები არის, ინსტრუქციას მიყევი. და აი ეს ტექსტის სახით რაც არის, ოღონდ აი ნახე brew updates მოდი წავშლი. აი node ჩაიწერე, Angular-ის საიტზე გადადი და ხო გახსოვს, მე დავწერე. კი, დაახლოებით მახსოვს და კი, ჩანაწერსაც ვუყურებ, მაგრამ ეს npm install-ი გაუშვი აუცილებლად, ეს კოდიც უნდა გაუშვა, რა chat-ში ჩაგდებული asset execution policy აწერია და სავალდებულოდ მოგიწევს მაგის ჩაწერა და იდეაში დააყენებ. რა თუ რამე კითხვა გაგისდება მოწე. აი, მეგობრებო. არაფერს. კარგი, ანუ მე შევქმნი ახლა რაღაც მეთოდი. და კიდევ ანუ ახლა ერთ რაღაც გეტყვით რომ ჩვენ ფუნქციები აღარ გვექნება. ნუ იდეაში ახლა ეს get data მე რაც შევქმნი იგივე ფუნქცია, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ჩვენ ამ ფუნქციას ამის შემდეგ დაუძახებთ მეთოდს. და რატო? როდესაც ჩვენ კლასში არა, ზოგადად ობიექტში ქმნით ფუნქციას, ამ ფუნქციას ქვია მეთოდი. ანუ ესეთი ტერმინით უნდა მოვიხსენიოთ როგორც არის მეთოდი. ოკეი, ნახეთ, ფუნქციაში უკვე შეგვიძლია მეთოდში, ანუ შეგვიძლია უკვე const-ის საშუალებით, მაგალითად const name უდრის რაღაცა შეგვიძლია აი აქ const და let-ი შევქმნათ მაგალითად. როდესაც get data რა ნებისმიერი მეთოდი როცა გვექნება, შიგნით შეგვიძლია const და let-ი გამოვიყენოთ. მაგრამ ამ const და let-ს გარეთ ვეღარ გამოვიყენებთ. ნუ შეგვიძლია ახლა გადავცეთ მნიშვნელობა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უბრალოდ არ გამოვიდა. აი მაგალითად მე შევქმნი აი ეს პატარა მაგალითს განახეთ უბრალოდ. მე მაქვს გარეთ შექმნილი ცვლადი name, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ მივანიჭე. ოღონდ ნახეთ აუცილებლად ჩვენ უნდა დავუწეროთ, ნახეთ, ტიპი. თორე იმის გარეშე ტიპი რო არ დავუწეროთ, ძახლის ნიშანი ვერ გვიშვებს. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ცვლადი, რომელსაც პირდაპირ არ გადავუწევთ რაღაც მნიშვნელობას, ამისთვის აუცილებლად უნდა დავუწეროთ, როგორც წეგანთ, ძახლის ნიშანი და შემდეგ აუცილებლად ორი წერტილი და დავუწეროთ ტიპი. თორე ისე აუცილებლად მივიღებთ შეცვლას. და მაგალითად აი ამ ცვლადს რომ მივცეთ მნიშვნელობა. ჩვენ ამისთვის შეგვიძლია მივმართოთ names, ნახეთ, აი მაგალითად ჯერ ცვლად შევქმნი const some name მაგალითად უდრის რაღაც და მაგალითად ამ ცვლას რომ გადავცემ მნიშვნელობა და თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მე როდესაც ამ name-ის ცვლადის გამოყენება დამჭირდება მეთოდში, აუცილებლად ამ ცვლადს უნდა მივმართო this ოპერატორით. და შემდეგ უკვე ცვლადის სახელი. This name უდრის მაგალითად some name. და ამის შემდეგ აი მაგალითად აი ამ ცვლადს გადავეცი აი ამ ცვლადის მნიშვნელობა. და ახლა მაგალითად ბლოკში რომ დავწეროთ this name-ი და live server-ზე გავიდეთ. მოდი live server-ზე გასვლასაც განახ როგორ უნდა. ამასთან ერთად
ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ng-ის server. ამ იმდენში შემოვკლებით ng-s. და ng-ის დაწერის შემდეგ ქვემოთ ნახავთ, რომ ლოკალური მისამართი გაგვეცნა. იდეაში მე დავაჭერ ახლა controls, ნახეთ, controls და clicks დავაჭერთ, პირდაპირ გაგვიხსნის საიტს. დავაჭერ controls და localhost და გადავალ პირდაპირ live servers. კონსოლში რომ გადმოვიდეთ, იდეაში ეს get data მეთოდი უნდა გამოვიძახოთ. მოდით მე ჯერ კონსტრუქტორს გავაკეთებ და კონსტრუქტორში გამოვიძახეთ. და ნახეთ, აი ეს ფუნქცია, მაგალითად, თუ მინდა რომ გამოვიძახო სხვა ფუნქციაში. ამისთვის უნდა დავწერო this და შემდეგ უკვე ფუნქციის სახელი. ამას იდეაში შეეჩვევით, არაფერი ფული ამაში არ არის, ამაზე ბევრს ვივარჯიშებთ. და ეხლა ვნახოთ, რომ ჩვეულებრივად აი ეს სვადი გამოვიტანეთ კონსოლში და რა თქმა უნდა, გადაეცა მნიშვნელობა აი ამ სვადიდან. ანუ თავისი როგორც გაგაგთილეთ, თავისი სპეციფიური წერის მანერა Angular-ს და თავის აი კლასებთან მუშაობა უნდა ვისწავლოთ იდეაში რა this ოპერატორს უნდა შევეჩვიოთ, კონსტრუქტორი კარგად უნდა განვიხილოთ რა არის და იდეაში one way binding-ი ვიწევს დღეს რომ კარგად განვიხილოთ რა არის ზოგადად და რაში ვიყენებთ. მანამდე იდეაში შეგვიძლია შესვენებაზე გავიდეთ 10 წუთი და შესვენების შემდეგ უკვე გავაგრძელოთ მუშაობა. ითქვამი ხო არ გაქვთ რამე? ერთი კითხვა მაქვს. მოკლედ რა ვერ გავიგე, ესე იგი, ანუ რო დავაინსტალირე ეს ჩემი Angular-ი არა მეორე. ეკრანზე რო ხო, Node-ი. და ეს რო შევქმენი ფაილი, ეს project 1 რაღაცა. ანუ მოხვდა ჩემი 20 სექტემბრის ფაილში და მე აქედან გავაცალკევე ეკრანზე დავაგდე ეს პროექტი. ანუ ეს ფაილი უნდა ჩავაგდო მე Visual Studio Code-ში? კი, რა თქმა უნდა. რომ მე Visual Studio Code-ში გახსნე. დაიმუშავე. ხო, უბრალოდ რაღაც ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ისინი რა ქვია, ანუ თქვენ პროგრამაში ცოტა სხვანაირად ჩანს და უფრო მეტი ჩამონათვალი აქვს და ჩემთან ნაკლები და ვერ გავიგე, ანუ გაზიარე ეკრანი. დიახ, ეხლავე. აი, აქ აშკარად უფრო ცოტა რაღაცეებია. ეს პროექტი. არა, იგივენაირად არის, უბრალოდ შენ ფოლდერი 20 სექტემბერი გაგახსნი და შიგნით უკვე ის ფოლდერი არის. SRC გახსენი ახლა? ეს კომენტ ნახე. ხო, გახსენი. და მე აპი გახსენი? ამერი აპი. აპ ნახე SRC-ში. დიახ, და ახლა გაიხსნა ყველაფერი, ხო? კი, აი ნახე HTML-ის მანდა CSS-ის კი ბატონო. კარგით, მოკლედ ეს გამოტოვე და მადლობა დიდი. კარგი, დროებით. გიდროებით. ისა სხვას რამ მეკითხო ხო? გონი გიორგი შენ ამბობდი რამე ეს? შეშოქტებით შესვენების მერე.
აქ არის მეგობრებო. კი ბატონო. კი, აქ. ოკეი, შეგვიძლია გავაგრძელოთ მაშინ. აი, ამ ყველაფერს ჯერჯერობით ავშლი მე, რადგან ეს გვჭირდება და მოდი შევქმნათ რამე ცვლადი. მოდი ჯერ ზოგადად ნახოთ, აი მაგალითად ღილაკზე დაჭერით, როგორ გამოვიძახოთ რამე ფუნქცია. მე შევქმნი ახლა მეთოდს, მაგალითად ისევე get data მაგალითად და ამით ხომ მომიშნეთ ეს. კი. ესეთი მეთოდი აქვს. მე მინდა რომ მაგალითად ეს მეთოდი ლოგავდეს hello world. მოდი გარეთ შევქმნათ რამე ცვლადი იდეაში და გარედან დავუყოთ. აი მაგალითად ახლა მე შევქმნი ესეთ ცვლადს. ტექსტი მაგალითად უდრის ბჭალები და hello world. ამასაც მნიშვნელობას მივანიჭებ strings და ეხლა თუ მინდა რომ უთხრა რომ კონსოლში გამოგვივა კონსოლში უნდა გამოგვივიდეს აი ეს ტექსტი ამისთვის ჩვენ გვჭირდება რომ ჩავწეროთ ნახეთ როგორ this certain text კლასები this ოპერატორზე იდეაში თუ აღარ გახსოვთ შეგახსენებთ რომ this იმიტომ ვიყენებთ რომ ზოგადად აი ამ ფუნქცია, ანუ ამ ობიექტს ვეუბნებით, რომ აი ამ ობიექტს მიმართავთ და ამ ობიექტში არის ესეთი property, თვისება, როგორიც არის ტექსტი. ხო, შეგიძლიათ გადახედოთ კლასების ლექციას და ამ კლასების ლექციაზე იდეაში გვაქვს ახსნილი აი უფრო ზუსტად ეს this რაში გვჭირდება. მაგრამ ვიცოდეთ რომ ზოგადად მეთოდში, როდესაც მინდა რომ რამე ცვლადი შემოვიტანოთ, აუცილებლად this უნდა დავწეროთ და შემდეგ ცვლადის სახე. კარგი. ეხლა მოდი აი ეს მეთოდი გამოვიძახოთ. მე ეხლა შევქმნი ღილაკს. და click მის ჩავწერე. ხო, ეხლა ამ ღილაკს დაჭერით რამენაირად ჩვენ ფუნქცია უნდა გამოვიძახოთ. ამისთვის ნახეთ რას გავაკეთებთ. ღილაკს აქვს აი ესეთი თვისება, როგორიც არის ღილაკს რა ზოგადად ძალიან ბევრი მეთოდს აქვს ეს მეთოდი. მაგრამ ღილაკის შემთხვევაში განვიხილოთ ერთ-ერთი binding-ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც HTML-ის მხრიდან ჩვენ შეგვიძლია რაღაც ან ცვლილება, ან მოქმედება მოვახდინოთ TypeScript-ის ფაილში. ანუ აი ამ ფაილში მინდა რომ რაღაც შევცვალო HTML-ის მხრიდან. როდესაც მინდა რომ HTML-დან TypeScript-ში შევცვალო რამე, მაშინ უნდა დავწერო მრგვალი ფრჩხილები. მრგვალი ფრჩხილები რო დავწეროთ, აი აქ იდეაში ჩამონათვალია, რამდენი მეთოდი გვაქვს დასაბაინდებლად, მაგრამ ჯერჯერობით მოდი ვნახოთ ესეთი მეთოდი, როგორიც არის click. ანუ ღილაკზე დაჭერის შემდეგ click-ზე უდრის, ანუ იდეაში როგორც event listener-ი იყო და შიგნით უწერდით რას უსმენთ, ანალოგიურად აქაც წერთ მრგვალ ფრჩხილებს და წერთ რას უსმენთ. ნუ იგივე event listener-ი გამოდის აი ეს click. და ეხლა ბჭყალებში ჩვენ უნდა ავწეროთ თუ რა მოქმედება უნდა შესრულდეს ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ეხლა ეს მოქმედება არის აი ჩვენი get data მეთოდის გამოძახება, ხო? შესაბამისად მე შემიძლია რომ მივმართო get data-ს, ანუ დავწერო get data და ფრჩხილები აუცილებლად, რადგან უთხრა რომ მე აი ამ მეთოდს ვიძახე. შესაბამისად, როდესაც გადმოვალთ Visual Studio Code-ში, Visual Studio Code-ში არა და ბრაუზერში, ჩვენ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვიძახებთ აი ამ მეთოდს, რომელიც დაგვილოგავს უკვე hello world-ს. როგორც ხედავთ, ეს ფუნქცია გამოვიძახეთ ეს მეთოდი, რომელიც გვილოგავდა კონსოლში აი ამ hello world-ს, აი ამ ცვლადს. მაგალითად, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევცვალოთ ცვლადის სახელი. ღილაკზე დაჭერის
საშუალებით. უпростоრად ცვადის სახელი არა და ცვადის მნიშვნელობა. მაგალითად, კლიკში მე შემიძლია ნებისმიერ რამეს მივწვდე ჩვენი TypeScript-ის კლასში. მაგალითად, შემიძლია დავწერო ჩვენი ტექსტი, მიმართო ჩვენს ტექსტს და უთხრა, რომ მნიშვნელობას მიიღებს ახლა მაგალითად რამე სხვას. მაგალითად, by word. და hello world. ეხლა ახეთ რა მოხდება? მე რო ღილაკს დავაჭერ, აი აქ, მოიცადეთ. Change value. Change value. და ნახეთ ახლა, მე როდესაც ღილაკს დავაჭერ, ჩვეულებრივად hello world დამელოგება, ხო? რამდენჯერაც კლიკს არ უნდა დავაჭერ. მაგრამ როდესაც change values დავაჭერ და შემდეგ click-მის დავაჭერ, უკვე by world გამომივიდა. რა მოხდა ახლა აქ რატო გამოგვივიდა by world? მე როდესაც დავაჭირე change values ღილაკს, ამ დროს მოხდა ტექსტზე მიმართვა, ანუ ჩვენს სვადზე. აი ამ სვადზე და უთხარით, რომ ეს ტექსტი მიიღებს მნიშვნელობად მითვისების ოპერატორის საშუალებით აი ამ strings. შესაბამისად, ამ ტექსტს ეცვლება მნიშვნელობა და როდესაც კონსოლში გამოვყავს აი ამ სვადის მნიშვნელობა, უკვე ვიღებთ სხვა მნიშვნელობით მიღებულ სვადს. ახლა by world გამოგო all ჯერზე რო დავარეფრეშოთ, ისევე რა თქმა უნდა, hello world დაგველოგება, change values დავაჭერთ by world. კლიკის საშუალებით, როგორც ნახეთ, შევცვალეთ მნიშვნელობები TypeScript-ში. ეხლა მეგობრებო, მე მინდა რომ განახოთ მეორე binding-ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია უკვე TypeScript-დან წამოვიღოთ რაღაც მნიშვნელობა HTML-ის ფაილში. მაგალითად, აი წინა ლექციაზე, როგორც განვიხილეთ, მე შევქმნი ახლა რამე text მაგალითად input-ი, რომელსაც ექნება ატრიბუტი, აუცილებლად ატრიბუტის შემთხვევაში კარგად ნახავთ. მაგალითად, იდეაში ეს binding-ის მეთოდი გამოიყენება ატრიბუტებთან და რა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ჩვენ როდესაც რაიმე ატრიბუტს ჩავსვავთ კვადრატულ ფრჩხილებში, მასივის ფრჩხილებში, ეს იმას ნიშნავს, რომ აი აქ ჭყალებში ჩაწერილი მნიშვნელობა უკვე განა ტექსტის სახით ხდება რა. ანუ ეხლა აქ number-ი რო ჩავწერო, number type-ი ხომ არ გვაქვს? ანუ აქ ჭყალებში ჩაწერილი მნიშვნელობა ხდება უკვე ცვლადი. ანუ მაგალითად მე შემიძლია კლასში შევქმნა რამე ცვლადი, მაგალითად input value უდრის პირობითად dates. ანუ ცვლადს მივანიჭებ მნიშვნელობა dates. მოდი ასევე ტიპიც დავუწეროთ, განვსაზღვროთ ტიპი, რა ტიპის იქნება ჩვენი ცვლადი. და მოდი ახლა გადმოვიდეთ HTML-ში, თან ისე ვიზავრო, აი ეს ორივე გავყო. და ორივე გამოჩნდეს. და ახლა აი ამ input values ცვლადის მნიშვნელობას ცვლადს უბრალოდ ცვლადის სახელს ამოვიღებ აქ. და რას ნიშნავს ახლა ეს? ჩვენ რადგან კვადრატულ ფრჩხილებში ჩავწერეთ ატრიბუტი, ამ ატრიბუტში ჩაწერილი მნიშვნელობა ხდება ავტომატურად ცვლადი. ნუ თუ რამე ისე ჩავწერეთ, გვეჩვენება რომ ესეთი ცვლადი არ არსებობს. ამიტომაც ეხლა რა გამოვიდა type-ში რა გვიწერია, როგორი type-ის გახდება ჩვენი input-ი. input-ი რომელი ტიპის გახდება text-ი? ხო, კი ბატონო, date-ის მნიშვნელობა. გადმოვიდეთ და ვნახოთ. კი ბატონო, date-ის მნიშვნელობა. string-ად დაგვიბრუნებს პასუხს. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. და მაგალითად რადიო რო ვნახოთ, ეხლა აი რადიოც მივიღეთ, ანუ ნებისმიერი checkbox-ი მაგალითად. ანუ აქ რაც გვეწერება ჩვენ ამ ცვლადში, ის მნიშვნელობა წამოვა და ჩაიწერება ჭყალებში. ხო, ამას ყველაფერს აკეთებს აი ეს კვადრატული ფრჩხილები, რითიც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვეუბნებით, რომ
ამ ატრიბუტში ჩაწერილი მნიშვნელობა გახდება ცვლადი. ბოდიში, ეხლა input values რო boolean-ი მივიცეთ checkbox-ის შემთხვევაში, true და false მივიღებთ მონიშნა არ მონიშნაზე? checkbox-ზე? კი. აი მაგალითად ეხლა input-ის value რომ გამოვიტანოთ, აი მაგალითად input-ს აქვს ესეთი ატრიბუტი input. და ნახეთ ეხლა არა, მოდით ესეთ რაღაცას გავაკეთებ. input-ის მნიშვნელობა შეგვიძლია წამოვიღოთ ნუ ჯერ ადრე ng მოდელის საშუალებით. მაგალითად, ნახოთ. აქ შევქმნი ვალს, ვეტყვი რომ თავიდან იქნება ეს ცარიელი string-ი, მაგალითად. და ეხლა შეგვიძლია ეს ვალ დავულოგოთ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში. ის ვალ. ეხლა მე ამ ღილაკსევე გავაცოცხლებ. პირველ ღილაკს და აღონ აქ ჯერჯერობით ვინცეთ. command module დამჭირდება. რომას აუხსნი, ჯერჯერობით სწრაფად წერ. ასე ვიჩვენება. მოდელი არ მოწონს. თუ არ მოწონს ng მოდელი? რამე არასაკუთრებს. გვაქვს, აი, არა, იდეაში ესე უნდა იყოს ng. command module დავაკავშირე, forms module უნდა დამეკავშირებ. forms აქ ჭირდება. და მოდი ვნახოთ. და გაცოცხლდეს. იდეაში ახლა კლიკმი რომ დავაჭიროთ, არაფერი არ წამოგვივა, იმიტომ რომ თავიდან, იდეაში ხო, ცარიელი ბჭყალები რატომ მივანიჭე? boolean-ი. თავიდან რადგან ყოველთვის არ იქნება მონიშნული. მოდი თავიდან დავუწეროთ, რომ თავიდან აუცილებლად false იქნება. ხო, სანამ მოინიშნება. თავიდან ღილაკს რო დავაჭიროთ, false იქნება, მერე რომ მოვნიშნავთ და კლიკმის დავაჭიროთ, წამოგვიდა false. ერთი წამოთ. რატო გვიბრუნებს ეს false? მან ძახილის ნიშნის მაგალითად კითხვის ნიშანი ცხო დაახლოებით იმას აკეთებს, რომ ჯერ არ აღწერ და მერე აიხწერება თავისით. კითხვის ნიშნით იცი რას ვეუბნებით? ვაფრთხილებთ რომ ნული არ დაგვიბრუნდება. გასაგები. ძახილის ნიშნით ვეუბნებით რომ აი ზოგადად კონსტრუქტორში რო ავწეროთ ახლა ეს, ანუ არაფერი რო არ მივანიჭოთ, უბრალოდ კონსტრუქტორში რო გამოვიყენოთ. ამის შემდეგ მაინც არ გვექნება არანაირი პრობლემა. ამ ძახილის ნიშანიც არ დაგჭირდება. ძახილის ნიშნით უბრალოდ მაგას ვეუბნებით რომ ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელობა მინიჭებული. კითხვის ნიშნით ვაფრთხილებთ რომ null types არ დაგვიბრუნებს. გასაგები. ანუ საერთო ჯამში ერთი და იგივე დანიშნულებით ორივე შეგვიძლია გამოვიტანოთ. მაგრამ ავტომატურად checkbox-ი რატო არა ბრუნებს, რა უცნაურია? define-ი. ახლა სიცარიელეს გვიბრუნებს რატომღაც checkbox-ი. ოდიშ ერთ წამით მირეკავენ
მოდიშ მეგობრებო ფეხბურთისთვის ვემზადები და როგორ განწყობაზე და რა ვიცი, მოგების რა თქმა უნდა და წინასწარ ისურვებთ ყველას გამარჯვებას, დღესაც და 14-შიც. იმედია. მე იმედზე მეტად მჯერა და რა ვიცი, ნახო. იმედი მაქვს მეც მოგების. აუცილებლად მოვიგებთ, აი აუცილებლად. სული მაქე. ხო, რაზე გავჩერეთ ხო ჩეკბოქსი. არ ვიცი, ამაზე მე დავაზუსტებ მაშინ და შემდეგ ლექციაზე განვიხილოთ. მე რატომღაც მახსოვდა, რომ ბულიან ტიპი უნდა დაებრუნებინა ჩეკბოქსს. აბა, იდეაში მაგრამ მაშინ გვეჩხუბებოდა. აი, მოდია რომ ნახო მე დავაზუსტო და მე შეიძლება მეუბრუნდეთ ამ თემას. აი, ამასაც დავაკეთოთ. ხო, ეხლა მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მე შევქმნი ერთ ღილაკს და აბა თქვენ მითხარით ეხლა, ჩემი ინფუტის ტიპი ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში მე მინდა რომ გავხადო მაგალითად type date, ეხლა checkbox-ია. რა უნდა დავწერო ამისთვის? აი, input-ი გახდეს type date, ანუ ღილაკს როგორც დავაჭერ. date. აი, ამ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში ეს input-ი მინდა რომ type date გახდეს. კლიკი უნდა გავუკეთოთ. და პირველ რიგში. კი ბატონო, პირველ რიგში აუცილებლად კლიკი უნდა გავაკეთოთ და კლიკში რა ჩავწეროთ? აი მაგაში. და მარტივია. ან ცოტა წერან შეუცვალეთ აქ მნიშვნელობა. იცით ეს რა ქვია? Input values ტექსტი უნდა გახდეს date. Input კი ბატონო, სწორად ნახე. ტექსტი არა, ნახე checkbox-ი ხო აქვს მნიშვნელობა და ახალი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ახლა. Input values ველნებით რომ მნიშვნელობად მივანიჭებთ, ჭალებში ჩავწეროთ dates. შესაბამისად ახლა მე input-ი მაქვს checkbox-ი ჯერჯერობით, მაგრამ როდესაც ღილაკს დავაჭერ, checkbox-ი გადაიქცევა input type date-ად. აი რაღაც ეს. ჩემი აზრით ეს TypeScript-ი რაღაც კაია იმ ხრივ, რომ თითქოს რაღაც შეცდომის დაშვებაში გზღუდავს და ნაკლებად გაშვებინებს შეცდომას თვითონვე. რაც JavaScript-ში რა ის. სხვათა შორის აი ძალიან ბევრს მოწონს TypeScript-ი, ამიტომაც და აი ძალიან ბევრი კომპანია სუფთა JavaScript-ზე არ წერს. ძირითად შემთხვევაში TypeScript-ზე წერენ, რადგან TypeScript-ი აი მართლა რომ გვეხმარება აი იმდენი პრობლემის განაურიდები ვარ. თან აი რო ვიცი რომ აი უეჭველი რო დავწერდი რაღაც კონკრეტულ კოდს რა და აი მე რო აუცილებლად ერორს დამირყავდა. მაგრამ აი TypeScript-ს მაშინ რო გაუჩერები ვარ რომ მოიცა აბა რასაკეთებ, გაჩერდი ახლა, გაასწორე ჯერ, რაღაც შეცდომა გაქვს და გააგრძელი. რაღაც ეგეთ სიტუაციებში ხვდები რეალურად რომ TypeScript-ი ძალიან მაგარი რაღაცაა. Angular-მას ამიტომ აირჩია TypeScript-ი. და ეხლა TypeScript-ზე წერთ და ძალიან საინტერესოა რეალურად. ხო. აი, მოდი ეხლა გადმოვიდეთ. ანუ ამას მივხვდით ამის იდეას. კვადრატული ფრჩხილების და მრგვალი ფრჩხილების იდეას. კი ბატონო. ცვლადი ხდება და მე შეგვიძლია შევუცვალოთ მნიშვნელობა. კი ბატონო. ანუ იდეაში უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ნახეთ, ანუ აი აქ ჭალებში რაც უნდა ჩავწეროთ, ჩვენ ვახდენთ მოქმედებას TypeScript-ში.
ანუ შეიძლება სხვაც მნიშვნელობა შევუცვალოთ, შეიძლება რაღაცა მივანიჭოთ, არ კონდეს მივანიჭოთ, შეიძლება რაღაც ფუნქცია გამოვიძახოთ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ own HTML-დან, ვახდენთ რაღაც მოქმედება CSS რაღაც TypeScript-ში. და როდესაც კვადრატულ ფრჩხილებს ვწერთ, ნახეთ რა მოხდა ამ დროს, ჩვენ სვადის მნიშვნელობა მოგვაქვს HTML-ში. ანუ TypeScript-დან მომაქვს რაღაც მნიშვნელობა HTML-ში. შესაბამისად, მე აი ამ მნიშვნელობას ვიღებ TypeScript-დან, ანუ გვარი ფრჩხილები ახდენს მოქმედებას HTML-დან TypeScript-ში, კვადრატული ფრჩხილები TypeScript-დან HTML-ში. ხო, ეს მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, აუცილებლად ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ეს მნიშვნელობა და შეიძლება უნდა ვივარჯიშოთ აი ამ თემებზე. მოდით ახლა ამ ყველაფერს ჯერჯერობით დავაკომენტარებ და ახლა მე მინდა განახოთ ესეთი მეთოდი, როგორიც არის two-way binding, ანუ ორმაგი binding. კიდევ ერთი input შევქმნი ახლა მე და type იყოს მოდით ტექსტი და უნდა დავწეროთ ჯერ კვადრატული ფრჩხილები, შემდეგ მრგვალი ფრჩხილები და ng მოდელი. უდრის და ბრჭყალები. ნახეთ, ng მოდელის შექმნის შემდეგ ჩვენ გაგვიწითოდება კოდი. და რატომ გაგვიწითოდება კოდი? როგორც უკვე გითხარით, მეგობრებო, აი აქ გვაქვს node modules-ი, რომელშიც არის ჩაწერილი ყველა მოდული, რაც გვაქვს Angular-ში. და აი მაგალითად ng მოდელის ფუნქციონალი რო გამოვიყენოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მოდულებიდან ამოვიღოთ ერთ-ერთი მოდული, როგორიც არის forms მოდული. აქ დაკავშირებული მაქვს, მოდი მეწავშლი. და ესე გავხსნით. და ეს მოდული უნდა შემოვიტანოთ იმისთვის, რომ ng მოდელი გამოვიყენოთ. ზოგადად რატომ არის საჭირო ეხლა ესე ცალ-ცალკე შემოტანა ყველაფრის, აი მაგალითად 10 რაღაც უნდა მჭირდება, ეხლა ესეთ კითხვა ჩდება, რომ 10-ვეჯერ რაღაცა უნდა შემოვიტანო. რეალურად კი, მოგვიწევს რომ ნუ იდეაში ეხლა forms modules ბევრი შესაძლებლობა შემოაქვს ng მოდელის გარდა, მაგრამ აი მაგალითად აქ უკვე სტრუქტურული დირექტივა რომ გამოვიყენო, მაგალითად ესეც ცალკე შეცდომა იქნება, იმიტომ რომ ამისთვის ცალკე მოდული უნდა შემოვიტანო. მერე კიდე რაღაც დამჭირდება, კიდე რაღაც მოდული უნდა შემოვიტანო. რატომ არის ეს? ზოგადად ყველაფერი მოდული, აი აქ რა მოდულებიც გვაქვს ჩვენ, ყველაფერი რომ იყოს Angular-ის ფაილში დაიმპორტებული, თქვენ წარმოედგინეთ დაახლოებით აი თან იცი რა გააკეთეთ ლექციის შემდეგ, თქვენი ფოლდერი წაშალეთ და უბრალოდ დააკვირდით რამდენი ხანი მოუნდება აი ამ ფაილის წაშლას. ეს არის დაახლოებით ახლა ერთი Angular-ის ფოლდერი დაახლოებით 200 მეგაბაიტი. მოდი ნახოთ properties და დავუყ შოულებრივი საიტი გიგაბაიტამდე შეიძლება ისე გამოგვივიდეს როგორც არაფერი. ხო და აი ზუსტად მაგას გეუბნებით რომ ეხლა ნახე 240 მეგაბაიტი ხო არის ეს Angular-ის ფაილი, მაგრამ ამ 240 მეგაბაიტიდან node modules-ი ნახოთ რამდენი. $234. ანუ 6 მეგაბაიტია. მთლიანი Angular-ის ფაილი და ეს node modules-ი 234. და რეალურად ეხლა ყველაფერი ჩვენ რო შემოვიტანოთ აქ, მე მართლა გიგაბაიტამდე აგვივიდო და ჩვენი პროექტის ზომა. და წარმოიდგინეთ მომხმარებელი საიტზე რო შედის და 1 გიგაბაიტი რო უნდა ჩაიტვირთოს. ხო, აბსურდია. ეს ნახევარ საათში გახსნეს. ხო რა, 1:20 ნახევარი საათი დაჭირდება და გავაყავას დაადგავს და რო გააკეთებს ყოველს მე გაიქნება ჩვენი საიტი. ეგ რა თქმა უნდა მიუღებელი არის. ამიტომაც აი node modules-ის რაღაც მოდულები ჩვენ აქედან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, როდესაც დაგჭირდება. ანუ მაგალითად ng მოდელი თუ დამჭირდა ეხლა მე და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა შემოვაქვს forms modules ng მოდელის გარდა. შეგვიძლია აქ დავაიმპორტოთ. ნახეთ, აი აქ მაქვს დეკორატორი კომპონენტი. დეკორატორი არის ესეთი რაღაც TypeScript-ში, ზოგადად TypeScript-ის თვისება არის ეს კომპონენტი.
დეკორატორი, რომელიც კლასს აძლევს დამატებით ინფორმაციას და დამატებით შესაძლებლობებს. აი, როგორც HTML-ში tags აძლევს რაღაც შესაძლებლობებს და რაღაც ფუნქციონალს ატრიბუტი, ანალოგიურად დეკორატორი კომპონენტი, ზოგადად დეკორატორები აძლევენ კლასებს რაღაც დამატებით ინფორმაციას. ხო, და აი აქ დეკორატორში გვაქვს აი ერთ-ერთი ესეთი თვისება, ამ დეკორატორებზე დაწვრილებითაც ვისაუბრებთ. გვაქვს ესეთი თვისება, როგორც არის იმპორტი. ამ დეკორატორში როგორც ხედავთ, ობიექტია, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია არის ჩაწერილი. იმპორტებში არის დაიმპორტებული თავიდან ავტომატურად route outlet-ი და ну ეს routing-ისთვის საჭირო ერთ-ერთი ელემენტია, მოდულია, მაგრამ აი აქ შეგვიძლია დავწეროთ მძიმე და მძიმეს შემდეგ უკვე შემოვიტანოთ ის მოდული, რომელიც გვჭირდება ჩვენ. ეს არის forms მოდული. მაგრამ უბრალოდ რომ ჩავწერო ეს forms მოდული, იქნება შეცდომა, რადგან აქ იმპორტებში რომ შემოვიტანოთ კომპონენტში, აუცილებლად ჯერ უნდა node module-სიდან შემოვიტანოთ ამ ფაილში, ამ app component type-ში უნდა შემოვიტანოთ forms მოდული და შემდეგ უნდა გავწეროთ იმპორტებში. აი, მაგალითად, უნდა დავწეროთ import ფიგურული ფრჩხილები, რომელი მოდული გვინდა რომ შემოვიტანოთ forms მოდული, საიდან from ჭალებში უნდა დავწეროთ angular/forms. შესაბამისად, აქ უკვე შეცდომა აღარ გვექნება, მაგრამ ეხლა ყოველჯერზე ამის დაწერა ჩვენ არ მოგვიწევს, ანუ მე ეხლა ხელით დავწერებ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მეთოდის საშუალებით დავაიმპორტოთ, ანუ მაგალითად forms მოდულის დაწერას რომ დავიწყებ, ნახეთ, ავტომატურად მთავაზობს Visual Studio Code პირველივე ხაზზე, როდესაც დავაჭერ, რომ მთავაზობს, რომ forms მოდულის შემოტანა გინდაო, თუ დავაჭერ აქ, ან ტაბით ავირჩევ, ან enter-ით, ამის შემთხვევაში აქ ჩაიწერება და იმპორტიც ავტომატურად მოხდება. ანუ ავტომატურად დაიმპორტება ჩვენი forms მოდული Angular Forms-იდან. ასევე შეიძლება რამენაირად გამოგვრჩეს დაიმპორტება და აი დაიწერა პირდაპირ, დავწერეთ პირდაპირ forms მოდული და იმპორტი არ აქვს. გამოგვრჩა. მერე გაგვახსენდა რომ აი აქ შეცდომა რაღაც, როგორ უნდა დავაიმპორტოთ, ხელით რო არ დავწეროთ. ნუ იდეაში follow-ას შეგვიძლია წაუშალოთ და ისევე დავწეროთ და ტაბი, ან მაუსი მივიტანოთ და აი აქ ნახეთ quick fix ავირჩიოთ და quick fix-ში თავაზობს დაიმპორტებას Angular Forms-იდან აი ამ მოდულის. დავაჭერთ და რა თქმა უნდა მოხდება უკვე იმპორტი Angular Forms-იდან. უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ახლა Angular ng მოდელი უბრალოდ. ახლა ng მოდელი გვიწერს errors, აი აქ ბჭყალებთან, იმიტომ რომ ბჭყალები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ სარიელი, თან გაითვალისწინეთ, რომ არც click-ის შემთხვევაში ბჭყალები არ უნდა დავტოვოთ სარიელი, არც აი ამ კვადრატული ფრჩხილების შემთხვევაში. ანუ binding-ის დროს ჩვენ ბჭყალებში რასაც ჩავწერთ, უბრალოდ ბჭყალებს როდესაც დავწერთ, იქ ბჭყალებში აუცილებლად რამე მნიშვნელობა უნდა ჩავწეროთ. სარიელს ვერ დავტოვოთ. და ng მოდელი რას შვება? ng მოდელის საშუალებით ჩვენ ნებისმიერი თეგიდან, ნებისმიერი რა, ანუ input-იდან, text area-დან, კიდევ რა გვაქვს, select-იდან და ასე შემდეგ შეგვიძლია წამოვიღოთ მნიშვნელობა. ანუ მაგალითად input-ში ტექსტი რაც ჩაიწერება, იმ ტექსტის წამოღება შეგვეძლება ng მოდელის საშუალებით. ასევე select-ში რომელი option-ი არჩეული, მაგის ნახვა შეგვიძლია, მაგალითად ეგეც მოაქვს და ყველაფერი მნიშვნელობა შეგვიძლია ng მოდელის საშუალებით წამოვიღოთ. ეხლა მაგალითად ng მოდელში უნდა ჩავწეროთ ბჭყალებში, რომელიც სვლაც უნდა გადაეცეს input-დან მიღებული ინფორმაცია. მოდით ეხლა ჩვენ TypeScript-ში გადმოვიდეთ, რამეც სვლადი შევქმნათ, მაგალითად დავარქვათ სვლაც input-ი, რომელიც თავიდან იქნება ცარიელი ბჭყალები. ამ ცარიელი string-ი. იდეაში აქ შეგვიძლია უთხრათ, რომ ეს ცარიელი იქნება input-ი, ესეც შეგვიძლია და შემდეგ მიეცემა მნიშვნელობა, მაგრამ იდეაში ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ, ესეც შეგვიძლია და მოდი თან აი ამ getData მეთოდს როდესაც გამოვიძახებთ, ასევე უთხრათ, რომ input-ის მნიშვნელობა დაგველოგოს კონსოლში.
ეხლა გადმოვიდეთ წამით ბოდიში მეგობრებო კიდევ ერთხელ. ბოდიში კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავაგრძელოთ. ხო, და როდესაც მე შევქმნით სვადი ინპუტი ng მოდელში, ახლა უნდა უთხრა რომ რომელ ცვლადს უნდა გადაეცეს მნიშვნელობა. მოდი თან ეს გავუყოთ ისევე. და ახლა რა თქმა უნდა აქ უნდა ჩავწეროთ იმ ცვლადის სახელი, რომელსაც უნდა გადაეცეს, ხო? ანუ inputs. input. და შემდეგ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში უკვე კონსოლში გამოგვივა this input-ის მნიშვნელობა, აი ამ input-ის. აი ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, რომელიც დაკომენტარებული გვაქვს. Okay. Send კომენტარები, მოდი გადმოვიდეთ ისევ ბრაუზერში, input-ში ჩავწეროთ ამ მაგალითად hello world. და როდესაც კლიკმის დავაჭერთ, ხედავთ, კონსოლში გამოგვივიდა აი ეს მნიშვნელობა. ასევე ამ hello world-თან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტერპოლაცია. გახსოვთ ინტერპოლაცია რა იყო? აი ჭრილებით კი არა და ბრჭყალებით ანუ users და დოლარის ნიშანს და იმას რო უწერით, მაგრამ აქ გვინდა ორი ცალი ორი ბრჭყილი გვინდა ფიგურული როგორც მახსოვს. კი ბატონო, ზუსტად. ანუ თუ ჩვენ სადმე აი მაგალითად პარაგრაფში და არც გინ პარაგრაფი არ იყოს, აი სადაც უნდა გამოვიყენოთ HTML-ში ორმაგი ფიგურული ბრჭყილი. აი ამ ორმაგ ფიგურულ ბრჭყილებში შეგვიძლია ჩავწეროთ სვადი, რომლის მნიშვნელობაც ავტომატურად ჩაიწერება იქ. აი მაგალითად, აი ამ binding-ის მეთოდის მაგივრად კვადრატულ ბრჭყილებში რო არ ჩავწეროთ type. ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო input მაგალითად და type-ში ორი ფიგურული ბრჭყილი ჩავწერე. და შემდეგ გადავცე მნიშვნელობა. მაგალითად text. ამაზე გვეჩვევებოდა რომ სარიალი ქონდა და ნახეთ. და ეხლა რეალურად ტექსტს მივანიჭებ მნიშვნელობას dates მაგალითად. და ნახეთ type date გახდა. ანუ იდეაში ალტერნატივა აი ამ კვადრატული ბრჭყილების შეგვიძლია ინტერპოლაცია გამოვიყენოთ, მაგრამ ზოგადად არღის ისევ ჯობია რომ კვადრატული ბრჭყილები დავწეროთ, მეტად უფრო გასაგები და მიდგომა იქნება. კარგი, ორი ფიგურული ბრჭყილი შევქმენი, მაგალითად ჯერჯერობით მართლაც რომ ტექსტი გადავცეთ, პარაგრაფში ტექსტი ჩავწეროთ, ანუ აქ ასეთი ჩავწერმე. აი აქ გამოვა ამ პარაგრაფში. ანუ იგივე inner HTML-ი არის ეს, text content-ი არის ვენი ინტერპოლაცია, ესეთი ორმაგი ფიგურული ბრჭყილები. ანუ აქ რაც უნდა ჩავწერო, მე შემიძლია ორმაგი ფიგურული ბრჭყილის საშუალებით შემოვიდარო. ხო. ამიტომაც ჩვენ ახლა ამის მაგივრად მოდი აქ დავაბრუნებთ საწყის მნიშვნელობას, შეგვიძლია რომ უთხრათ რომ ამ პარაგრაფში ჩაიწერება ის მნიშვნელობა, რაც იყო input-ში. რაც იქნება ცვლად input-ში უბრალოდ. ცვლად input კიდევ input-დან გადაეცემა მნიშვნელობა. ანუ მე ტექსტ ჩავწერ აქ რამეს, ეს ტექსტი ავტომატურად ng მოდელის საშუალებით წაიკითხება და გადაეცემა ცვლად input-ს. ცვლად input-ი მიიღებს ამ მნიშვნელობას, შემდეგ პარაგრაფში ინტერპოლაციის საშუალებით ცვლად input-ის მნიშვნელობას გამოვიტან პარაგრაფში. ანუ მე რასაც ახლა ამ input-ში ჩავწერ, ეს ავტომატურად გამოვა ქვემოთ. მაგალითად hello world და რაღაც უნდა ჩავწეროთ, ახლა ავტომატურად ჩვენ საიდე გამოვა. ანუ პარაგრაფი ჩავიწერება ავტომატურად. იდეაში შეგვიძლია elements-ი გავხსნათ, აი აქ ჩვენი პარაგრაფი ავირჩიოთ, პარაგრაფი რომ გავხსნათ, აი აქ უკვე აქვს ტექსტი და აი აქ შეხედეთ ავტომატურად ხდება ცვლილება. კაცი. ხო, აი ამას აკეთებს ng მოდელი.
Engine მოდელის საშუალებით შეგვიძლია წავიკითხოთ რაღაც ნიშნულობები. მაგალითად, ასევე შეგვიძლია select მივცეთ ანალოგიური engine მოდელი, select-ი გქონდეს და option-ი. მაგალითად, პირველი ერთი option-ი დავამატოთ აქ, რომელიც იქნება selected-ი, disabled-ი, მაგალითად, choose color. არჩევ ფერ. აგველი გვარჩირდება იდეაში. და შეგვიძლია მაგალითად pink, green მაგალითად, orange და აქ მაგალითად value-ებში გადავწევთ რიცხვები. რიცხვებს რატო გადავწევთ? იდეაში რომ განახოთ select-დან მნიშვნელობას რო გამოვიღებთ, რას მივიღებთ კონსოლში. ng, ამეშალა დავწეროთ ng მოდელი და select values სულად გადავცემ ნიშნულობას. შევქმნათ select value სვლადი უნდა სახლის ნიშანი 2 წერტილი და string-ი გავარქვილ წინასწარ ამ ნიშნულობა ექნება და მოდი ღილაკს დაჭერით select values ნიშნულობა დავლოგოთ კონსოლში. და იდეაში ჩვენ აქ რაც უნდა ვირჩიოთ, value-ში რაც გვეწერება, ის ნიშნულობა გამოგვივა კონსოლში. მოდი ვნახოთ. აქ თავიდან არ დაგვხვდა choose color-ი, რადგან აი აქ სადეთ, ნახეთ select value-ში საწყისი მნიშვნელობა. უნდა მივუწოთ, აი მაგალითად value დავწერ none-ს. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. და აქაც აუცილებლად მაშინ მომიწევს რომ none დავწერო. რომ აი ეს პირველი დავდეს არჩეული. ანუ value-ში რაც გვეწერება აქ უნდა ჩავწეროთ აუცილებლად რომ ის selected იყოს. ანუ ეს selected-ის უკვე იდეაში აზრი არ აქვს. ავტომატურად დაგვწევთ. მაგალითად დავირჩიოთ pink, გადმოვიდეთ კონსოლში და მივიღებთ 1-ს. მაგალითად დავირჩიოთ orange, მივიღებთ 3-ს, green მივიღებთ 2-ს და ასე შემდეგ. ანუ engine მოდელის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ ამოვიღოთ მნიშვნელობა tag-დან და გადავცეთ TypeScript-ში რაიმე ცვლას. რამე კითხვა ხო არ გვაქვს engine მოდელთან დაკავშირებით? არა. Okay. და იდეაში ახლა binding-ებზე იდეაში ყველაფერი ძირითადი რაც იყო თქვით, დროთა განმავლობაში აი ამ ყველაფერს პრაქტიკაში გამოვიყენებთ და ახალ რაღაცებს განვიხილავთ. და აი ახლა binding-ებზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ მთლიანობაში? Okay. და მოდით დარჩენილი დრო მივუძღვნათ კონსტრუქტორს. კონსტრუქტორი არის აი ესეთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც რომელიც მეთოდია, რომელსაც როდესაც ჩვენ კლასში შევქმნით, ეს მეთოდი იქნება ავტომატურად გამოძახებული. ანუ მაგალითად ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც არ უნდა შევქმნათ ჩვენ კლასში, TypeScript-ში, ეს მეთოდი ამ მეთოდს დაჭირდება გამოძახება. მაგრამ კონსტრუქტორი არის მეთოდი, რომელიც არის ავტომატურად გამოძახებული ყოველთვის. ანუ იდეაში ავტომატურად არ იქნება გამოძახებული, ახლა რაღაც ცვლილება რომ მოხდეს იმ შემთხვევაში არ გამოიძახებს. მაგრამ როდესაც საიტი ჩაიტვირთება, მაშინვე როდესაც კლასი ჩაიტვირთება უпростоრად, ეს კოდი წაიკითხება, მაშინვე ავტომატურად გამოიძახება კონსტრუქტორი. ანუ შეგვიძლია მაგალითად რამე ცვლადი შევქმნათ get data ისევე, მოდი ამას კომენტარებს მოვხსნი get data-ს. და თუ გვინდა რომ ეს ცვლადი ეს მეთოდი ავტომატურად გამოძახებული იყოს, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რომ ეს მეთოდი გამოვიძახოთ კონსტრუქტორში. უნდა this ოპერატორი არ უნდა გამოიძახოს. ანუ თუ გვინდა რომ რომელიმე მეთოდი ავტომატურად გამოძახებული იყოს, აი როგორც აქამდე წერდით რომ ფუნქცია შევქმნით f1 მაგალითად და რაღაცა დაელოგა ერთიანი მაგალითად და ქვემოთ უნდა დაგვეწერა გამოძახება, რომ ავტომატურად გამოძახებული ყოფილიყო. ახლა ამის მაგივრად სად არის
უყურებელი გავხსენი. ამის მაგივრად ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს ახლა რომ კონსტრუქტორში გამოვიძახოთ აი ეს მეთოდი. და შესაბამისად კონსტრუქტორში სხვადასხვა ძალიან ბევრი კიდე სხვადასხვა რაღაც ხდება, ანუ აქ შეგვიძლია დავაინჯექტოთ სხვადასხვა ელემენტები, სხვადასხვა კომპონენტები და ასე შემდეგ, რასაც ასევე განვიხილავთ Angular-ის სწავლის მსვლელობისას. ამიტომაც ჯერჯერობით ადრე ამაგის განხილვა, მაგის დროც მოვა. რამე კითხვა ხო არა გაქვთ კონსტრუქტორთან დაკავშირებით? აუ, კონსტრუქტორთან არა, აი მთლიანად Angular-თან დაკავშირებით მაქვს. ანუ, რო ვთქვით, რომ აი ეს ფაილი არის საკმაოდ დიდი, ხო? ანუ, რაც დავაინსტალირეთ. ეხლა როცა ახალ რაღაცაზე ვიმუშავებთ და უშუალოდ ახალი ფოლდერი უნდა შევქმნათ, ხო, ამისთვის. თუ როგორ ანუ ძალიან დიდ იმას წაიღებს ადგილს, ესე გამოდის. ხო. ეხლა განახევთ მე ერთ რაღაცას, თქვენ ამ დავალების ატვირთვის. გამოსავალი თუ არის რაღაცა. კი, რა თქმა უნდა, აბა ესე კი არ ვინახავთ ფოლდერებს რა. თამით უმეტეს დავალებას, საშინაო დავალებას რომ ამიტვირთავთ, ვერც ამიტვირთავთ იდეაში, იმიტომ რომ 100 მეგაბაიტზე მეტი არ იტვირთება და. ნახეთ, აი აქ node modules ხო გვაქვს? ეს ამ ფოლდერიდან ან პირდაპირ Visual Studio Code-დან შეგვიძლია წავშალოთ. ნახეთ. მე ახლა ამას წავშლი, 2 წამი დავალდოთ. და როდესაც ამას წავშლით, delete permanently, okay. გავუშვათ ბოლომდე. ჩვენ Visual Studio Code-ში მივიღებთ ძალიან ბევრ შეცდომას. რადგან node modules-ი თუ არ არის, ამ ყველაფერი მოდულები, აი აქ რაც არის ეს კომპონენტი, ყველაფერი აი გაგვიერორდება. ამიტომაც ნახეთ, რამდენი ერორი მივიღეთ. ამიტომაც მე უნდა აღვადგინოთ ეს node modules-ი. ანუ თქვენ როდესაც მე ამიტვირთავთ საშინაო დავალებას, ჯერ node modules წაშლით, გამომიგზავნით და მე ჩემი მხრიდან node modules აღვადგენ. იდეაში საშინაო დავალებებსაც მე ეგრე ავტვირთავ, უბრალოდ ლექციაზე შესრულებულ სამუშაოსაც მე ეგრე ავტვირთავ, node modules წავშლით და თქვენ შეგიძლიათ მე აღადგინოთ, როგორ? დღეს გვექნება ხო დავალება? კი, დღეს ამ თემაზე წაგიკვირთავთ დავალება და კი, მაგასაც ანუ იმ დღეს 12 საათამდე არ მივსულა საათში. ანუ ატვირთვა ვერ მოვასწარი რა და. კი, ანუ რეპორტი გავაგზავნე და დღეს უკვე შემეძლება რომ იმ დღის თარიღით ავტვირთო საშინაო დავალება. და აღდგენა როგორ მოხდება? აღდგენაც შესათანხმებელი ვართ. მეც აი ახლა იმას გავავშევქნი ახლიდან განახებთ როგორ აღვადგინოთ node modules. უბრალოდ ტერმინალი უნდა გავხსნათ, თუ გვინდა რომ node modules-ი აღვადგინოთ და უნდა დავწეროთ npm i, ანუ npm install უბრალოდ. ან i შემოკლებით. და როდესაც npm i-ს დავწერთ, ამ node modules-ი ხა წაიშალა და 6 მეგაბაიტი დარჩა ჩვენი ფოლდერი და ეხლა სანამ node modules-ის აღდგენას ველოდებით, განვიხილოთ აღდგენა როდის გვექნება. როდის გწალიათ თქვენ, აი როდის გაწყობთ მაგალითად? ამ შაბათ-კვირას არ იყოს, ოღონდ გთხოვთ. მეც ვეთანხმები დიანას. აი მაგალითად იქით შაბათს რომ კი ბატონო, შაბათ-კვირას ვიცალია და შეგვიძლია ჩავატაროთ. კი ბატონო, მაშინ იქით შაბათზე შევთანხმეთ, მეც იქით შაბათს მცალია, თავისუფალი ვარ. უკაცრავად სეტარებაზე საუბარი, მაგრამ 19 რიცხვი. როგორ? ანუ რაღაცა უნდა ჩავატაროთ და ვერ გავიგონი ხმა გაწდა ჩემთან. იდეაში ერთი ლექცია ხო გაგვიწყდა. ხო, და აღდგენა მინდა რომ ჩავატაროთ. გასაგები. და იქ ჩაბას იდეაში 18-ში გამოდის ესე. 19 ხო, 19-ია 20-ი ალბათ ხო? ხო. კვირას არ ამგონია ძალიან დიდი ალბათობით ჩაბაც იქნება. კვირას გადატვირთული ვარ და 10 ანუ 8-ზე თუ როგორ? რომელზეც თქვენ გიხარდებათ, კვირას ნებისმიერ დროს, შაბათს ნებისმიერ დროს არის. 8 მგონი არ ღირს რა, 2-ზე ან 3-ზე რო იყოს. კი ბატონო, დღისითაც ნებისმიერ დროს.
თუ არ ხართ დაკავებული, რა თქმა უნდა, საღამო ცოტა შუა დღის მერე თუ იქნება უკეთესი. კი ბატონო. რავი ესე 6-ისკენ 4-ისკენ. მაშინ თლა დროაზე არა, ხო, რაღაცა. ხო, თლა დროაზე არა, იმიტომ რომ უკვე დაღლილები ვარ თალმე. ხო, კი ბატონო, აი 6-ისკენ შეგვიძლია მაშინ. კი ბატონო. ხო, აი ახლა იდეაში node module-ში აღდგა. ოკეი. node module-ში აღდგა. მე შემიძლია ტერმინალი გავასუფთავ, მაგრამ მაინც იცლებია. თუ იმ შემთხვევაში node module-ს აღდგენის შემთხვევაში თუ ისევ რა წითელი დაგვრჩა. ერორები Visual Studio Code-ს უბრალოდ გავთიშავთ, ახლიდან ჩავთავთ. და ეს ერორები გაქრება. გასაგებია, მადლობა. აი პირთოს ახლა. ლეთ რამდენი წვალება უნდა. ხო, ნუ სამწუხაროდ Swerps მოითხოვს Angular-ი. კი. Swerps. მაგრამ საბოლოო ჯამში დავალების ატვირთვისას იმ node module-ს თლიანად წავშალთ, ხო? ანუ ფოლდერს მეც. კი, ფოლდერად მონიშნავთ წავშალთ. აი Visual Studio Code-ის update-ი დამეწყო და გამეთიშა. ხო. აგით მაშინ ნალგენაზე შევთანხმდით node module-ს. გითხარით, კითხვა ხო არ გაქვს ხარ? არა. აგით მაშინ დღეისთვის დაგემშვიდობებით, აბა სასიამოვნო თამაშის ყურებას გისურვებთ. აბა მოგდებით. მაინც ასევე, აბა ბედნიერად დროებით. ნახავდეს. კარგად. ნახვამდის.